მინდა რომ საქართველოს დაბადების ნაცვლად, როცა ეს ახლა ფინალისკენ გავა, არსებობდეს კვირაში ერთხელ გადაცემა, ოღონ დებატი. მინდოდა რომ დებატი ყოფილიყო ნებისმიერ რამეზე. ეს იქნებოდა ლიტერატურაზე, ეს იქნებოდა მეცნიერებაზე, ეს იქნებოდა მანქანებზე, ეს იქნებოდა პოლიტიკაზე. მომწერეთ ადამიანებმა, რომლებიც მზად ხართ, რამე კონკრეტულ თემაზე მართლა სადებატოდ და ასევე იცით ადამიანი, რომელიც საწინააღმდეგო მოსაზრებას დაიცავს. საკუთარი თავის შეურაცხყოფა არის, რომ ვიღაც არასერიოზული ხალხი დავსვა და რაღაც დეგენერატობაზე ვადებატო. განაჩემს გადაცემაში არ ყოფილა, როდესაც რესპონდენტმა იმედი გამიცრუა, მაგრამ საზოგადოებას ვეუბნებოდი, რომ ამ კაც შენ იცნობ, ჩემ გარეშეც. და მოდი გაჩვენებ, ვინ მუშაობდა ამ თანამდებობაზე. წერალი იყო რაღაცა უნიჭო, აღმოჩნდა ვინმე შენში პოპულარული მწერალია ეს. მე არ მომწონს მაგალითად კოტე ყუბანეშვილის გადაცემა. მაგრამ ჩემი ბრალი ხო არ არის, კოტე ყუბანეშვილს ხო ყველა იცნობს. ვინმე თუ მზად ხართ, აი, გამოდით, ვისაც გინდათ დებატები, გაქვთ რაღაც გარკვეული ტიპის ცოდნა და მზად ხართ თქვენი ცოდნა შეამოწმოთ სხვა საწინააღმდეგო აზრთან დაპირისპირებით. ამ ქვეყანაში მარტო პოლიტიკოსები კი არ ემალებიან დებატებს. ემალებიან მეცნიერები. ვისაც გინდათ დებატები, დამიკავშირდით, რომ მზად ხართ ამ თემაზე იდებატოთ, თქვენი CV ასეთია და გინდათ რომ აი ფიქრობთ რომ აი ეს კაცი დაიცავს საწინააღმდეგო პოზიციას.